თქვენ როგორ უყურებთ რა ტიპის სქემა გახდა გამოვიდა სააშკარაოზე და რა ტიპის ეს შიდა დაპირისპირების თუ შიდა პოლიტიკური ბრძოლების თქვა ანარეკლია. კი ბატონო, მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. მთელი ეს ბოლო პერიოდის პროცესი, რომელიც შეფუთული არის კორუფციასთან ბრძოლის რაღაცა იარლიყით, ჩემი აზრითაც აბსოლუტურად არის შიდა დაპირისპირების პირდაპირი გამოვლენა. ქართულ ოცნებაში მიმდინარე შიდა დაპირისპირების, რა დროსაც ივანიშვილმა დაიწყო მისი ყოფილი პოლიტიკური შვილების ჭამა, ასე ვთქვათ, და ერთგვარი რაღაცა ბულემიაც ახასიათებს ხო გარკვეულწილად ასეთი ტიპის რეჟიმებს, რომ ის ვინც განუდგა, ის ვისაც ეჭვი შეიტანა, ის ვისაც აღარ ენდობა, დაიწყო ამ ხალხისგან ფულის ამოღება. თან ისიც აღსანიშნავია, რომ თავად მას ის სანქცირებული არის, ძალიან დიდი რაოდენობის ქონება აქვს მას უცხოეთში გაყინული, ვერადავ ვერ ამოიღო ეს თანხა და ვერ დაიბრუნა დასავლეთიდან და მაგიტომაც არის აი ამ რაღაცა პარანოიაში შესული. ეს кейსი არის 3-600 მილიონის სახში წახები. ხა ამ შემთხვევაში უნდა იდეო თანხები ემთხვევა ერთმანეთს 600 მილიონი დოლარი და 700 მილიონი კრედიტ სუისში გაყინული თანხა. მე არ ვიძახი რომ ამ თანხის ამოღებას აქედან ცდილობს, მაგრამ რა თქმა უნდა კავშირში იქნება. რა თქმა უნდა ის თანხა რომ უკან ვერ დაიბრუნა, ჩვენ კარგად ვიცით რომ ივანიშვილისთვის ფულის დაბრუნების და ფულის შოვნის გარდა სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრიორიტეტული საქმე არ არსებობს. ეხლა რაც შეეხება იმას რომ თითქოს კორუფციას ებრძვიან. აი ეგეთი მაგალითი მინდა მოვუყავო და გავახსენოთ ჩვენს მაყურებელს. ჯუანშერ ბუჭულაძე დაკავებული ყავთ ერთ-ერთი ბრალი არის ის რომ მან შეიძინა მაგნიტორეზონანსული აპარატები, თანხის რაღაცა გაბერა, თანხა ტენდერი მოაგო კომპანიას და 1.3 ლარი მოიგო ამ ყველაფერში. მე მუშაობდი კორუფციის კვლევა წლების განმავლობაში და მე თვითონ მაქვს დაწერილი 3 წლის წინ სტატია, როგორ გამოაცხადა 2019 წელს ზუგდიდის მერიამ 15 ავტობუსის შესყიდვაზე ტენდერი. ეს ტენდერი მან მოარგო ბექა ოდიშარიას ქვისლის ლევან გოგსაძის კომპანიას, რომელიც იყო ერთადერთი მიმწოდებელი ამ ტენდერში, იმიტომ რომ ყველა აღწერილობა ემთხვეოდა მის ასე ვთქვათ კომპანიაში არსებულ ავტობუსის დასახელებას და ნაცვლად იმისა, რომ 2.600.000 ლარად შეეძინათ ეს ავტობუსები, შეიძინეს 3.300.000 ლარად. ანუ 600.000 ლარი მაშინ ზუგდიდის ბიუჯეტს აზარალა მაშინდელმა მერმა წოწერიამ, ბექა ოდიშარიამ და მისმა ქვისლმა ლევან გოგსაძემ. ეხლა არის კითხვა, რატო არ არის ეს კაცი დღეს ციხეში ჯუანშერ ბუჭულაძის მსგავსად? არა, მე ეჭვს არ მეპარებო რომ ჯუანშერ ბუჭულაძე რისთვისაც დააკავეს, ეგ მართლა გააკეთა. თქვენ ფიქრობთ, რომ იჭერენ ვიღაცებს კორუფციული ფაქტების გამო, ვთქვათ, ლეგიტიმური შეკითხვების გამო, მაგრამ ეს არის სეგრეგაციული მიდგომა ხელისუფლების. აბსოლუტურად შერჩევითი მიდგომა არის ის, ვინც მათ ბანაკში მოიაზრება კვლავ და ის, ვინც ივანიშვილის მორჩილება დაამტკიცა 100 და 1000%-ით, მაგალითად ბექა ოდიშარია და მსგავსი ეს წოწერია დღემდე ზუგდიდის მერი იყო და მაღალჩინოსანი არის ქართული ოცნების, ეს ხალხი ხელშეუხებელია და ზუსტად აი ანალოგიური ბრალის გამო ეს ხალხი ციხეში არ არის და ბექა ოდიშარია ეხლა მე კანდიდატი არის საკრებულოს წევრობის თბილისში, ხოლო ჯუანშერ ბუჭულაძე არის ციხეში. ჩვენი ანტიკორუფციული ბიუროს თუ ჯგუფის დასკვნის საფუძველზე ხო ვერ მოხდება ეს ახლა? თქვენი დასკვნა ავტომატურად ნიშნავს რომ იქ არა, აუდიტის სამსახური წერდა ამაზე. 2019 წელს მოხდა რა ამ შემთხვევაზე ქართული ოცნების მიერ კონტროლირება და აუდიტის სამსახური წერდა. ასეთი კითხვა დავსვი, მე სხვა წინასწარმოსაც ვეუბნებოდი, ამ ტიპის ეს თქვა შიდა ბრძოლები, არ ვიცი, თქვა მინიშნებები ძალიან რისკის შემცველია, იმიტომ რომ კობახიძე კი არის ეხლა პრემიერი და შეუძლია თქვას რომ ის ჩემი პრემიერობის პერიოდი არ არის, მაგრამ ეს ერთ გუნდზეა ლაპარაკი მაინც ივანიშვილის ქვეშ ქართულ ოცნებაზე და ამომრჩეველმა შეიძლება დასვას კითხვა რომ აქ ნარკოტიკები მოძრაობდა, ფულის სამრეცხაო იყო და ასე შემდეგ. ანუ ძალიან სარისკო არის თუ არა ეს ნაბიჯები და ლაშას ლოგიკას თუ მივყვებით ჩამოშლილი გუნდის პირობებში ამის შესაძლებლობა ჩამოშლილ გუნდში პირიქით უფრო ასე ვთქვათ შვიდად იქცევიან რომ რამე კიდევ ახალი ბზარები არ გააჩინონ. ამ სითამამის უფლება ექნებოდა თუ არა ჩამოშლილ. კი ბატონო, მან შეკითხვა ისმევა ხოლმე რომ რასაც ახლა ივანიშვილი და ქართული ოცნება აკეთებს, ეს ძალის დემონსტრირება არის და პირიქით ისინი უფრო გაძლიერდნენ აი ამ პროცესების განმავლობაში, თუ პირიქით დასუსტებულები არიან და რაღაცა არანორმალურად იქცევიან. ეხლა ამაზე ჩვენ შეიძლება გვემსჯელა, რომ ქართული ოცნება მართლა იყოს პოლიტიკური ორგანიზაცია, სადაც ადამიანები ხდებიან, თუნდაც კობახიძეს, დინარაძე თუ სხვები ვინც არ უნდა იყოს და აი ეს ჯდებიან, ფიქრობენ და რაღაც გადაწყვეტილებებს იღებენ, მაგრამ ჩვენ როცა ვიცით და მილიონჯერ დაამტკიცებულა, რომ ეს არის ქართული ოცნება, მთლიანად არის ბიძინა ივანიშვილის პირადი ახირებებით მართული ორგანიზაცია და ის როგორც ფიქრობს, როგორც საგარეო პოლიტიკაზე თუ გეოპოლიტიკაზე, ასევე საშინაო პოლიტიკაზე, აი ასე მიიღება გადაწყვეტილებები და ამ შემთხვევაშიც მე მაგალითად
მაგალითად პირდაპირ ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ ირაკლი ყობახიძე არის უბრალოდ ამსრულებელი ბიძინა ივანიშვილის სურვილების და კი იქ შესაძლოა ვიღაცა კლანების ასე თქვათ ჩაჩეხვა და დაჭერა მას ანიჭებდეს პერსონალურ სიამოვნებას, მაგრამ თუ ეს ივანიშვილის არ ენდომება, ეგ არ მოხდება. ამიტომაც ის კითხვა, რომ ეხა ეს არის ძალის გამოვლინება თუ სისუსტის გამოვლინება, ჩემი აზრით ეს არის სისუსტის გამოვლინება. არაადეკვატურები არიან, თორე კი ეგრეთ თუ შევხედავთ, ხო ეხა ნარკოტიკები თუ ყვავის ამ ქვეყანაში, ფულს თუ ათეთრებენ და ტერიტორიებსაც თუ კარგავთ, ხო იქეთ გახარიასი დავებიან ტერიტორიები დაკარგიო. მაშინ რითი ხარ, რითაც თავს იწონებდი როგორც ქართული ოცნება, ყველაფერი ტყუილი ყოფილა, ხო ესეა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილისთვის ეგ არ არის საინტერესო. მისთვის საინტერესოა ფულის ამოღება, აი ამ რაღაცა ძალაუფლების გამტკიცება, იმიტომ რომ მისთვის ძალაუფლება ნიშნავს ფულს და ფული ნიშნავს ძალაუფლებას. ეს არის ერთადერთი და კი რისკზე მიდის, როგორც მე ჩემი აზრით მაგ რისკზე კარგად ვერ ამჩნევს და ვერ აზღვევს და მე დარწმუნებული ვარ, რომ მაგაზე წაიტეხავს ფეხს პოლიტიკურად აუცილებლად. თქვენ როგორ უყურებთ 4 ოქტომბერს, როგორც ვიცი რომ არ ცნობთ მას როგორც არჩევნების დღეთ, როგორ უყურებთ აი ამ შეკრების და რაღაც კი ბატონო. ამბოხების დღეთ, ასე ვთქვათ, მონიშნას. კი ბატონო. ფიტობიანი რევოლუციის დღე. კი ბატონო, როგორც გინდათ. კი ბატონო, 4 ოქტომბერი ხო უპირველესად ეს საარჩევნო დღე არის, რომელსაც ჩვენ არ ვცნობთ და არ ვიღებთ მონაწილეობას, ისე როგორც ჩვენი კოალიცია, ასევე ოპოზიციური პარტიების ასე ვთქვათ უმრავლესობა მაინც საბოლოო ჯამში. ამის მიზეზი ბევრჯერ განმარტეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არის მიზეზი ის, რომ ეს თავად არჩევნების დღე, საარჩევნო პროცედურა, მთლიანად ეს პროცესი არის სიყალბეს და უსამართლობას დაფუძნებული და ახლა ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება მხოლოდ ივანიშვილის გაძლიერება არის ჩვენი აზრით და ამიტომაც გამოუცხადეთ ბოიკოტი. ძალიან სამწუხარო არის, რომ ლელო და გახარი ამ პროცესში შევიდა და საბოლოო ჯამში ჩვენი აზრით ის უფრო აძლიერებს ივანიშვილის რეჟიმს ამ დღეს არჩევნებში მონაწილეობით ვიდრე პირიქით. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ დღეს ამომრჩეველი არ უნდა მივიდეს საარჩევნო ყუთებთან და ამით კიდევ ერთხელ დატოვოს ივანიშვილი თავის თავთან მარტო და მე ვიცი რომ ამაზე თქვენს განსხვავებული პოზიცია გაქვთ და მე უსმენ ხოლმე თქვენს ეთერებს, მაგრამ მე დარწმუნებული ვართ, რომ ყველა იყოს დარწმუნებული, რომ ეს არჩევნები ჩატარდება თავიდან, ისევ როგორც ახალი საპარლამენტო არჩევნები და ამაში მონაწილეობა 4 ოქტომბერს არათუ აუცილებელი არ არის, არამედ პირიქით ჯობია რომ არავინ არ მივიდეს საარჩევნო უბანთან. რაც შეეხება 4 ოქტომბრის ასე ვთქვათ მანიფესტაციას და შეკრებას, ჩვენი კოალიცია და ჩვენი პოლიტიკური პარტნიორები ვართ აი ამ უწყვეტი და განგრძობადი პროტესტის ერთგულები, რომელიც დაიწყო შარშან შემოდგომიდან. დღემდე დავდივართ აი ამ აქციებზე აქტიურად მონაწილეობ და გეგმავთ უფრო მსხვილ აქციებსაც, მათ შორის 13 სექტემბერს იყო ბოლო ასეთი საკმაოდ მრავალრიცხოვანი აქცია დაგეგმილი, შემდეგ იგვექნება 28 სექტემბერს, 4 ოქტომბერსაც ვიქნებით ამ აქციაზე ყველა ასე ვთქვათ სურვილისამებრ, იმიტომ რომ ეხლა რაღაცა აქცია ტარდებოდეს, თან მით უმეტეს 4 ოქტომბერი მნიშვნელოვანი დღე არის რაღაცნაირად, ხო, მაინც საარჩევნო მიხვალთ, მაგრამ იმიტომ რომ სხვადასხვაგვარი პოზიციაა თქვენი არა კოალიციის, არამედ აი ამ რვიანის, რომელშიც ნაციონალურ მოძრაობა მე მგონი აღარ არის და 7-იანი ქვია, ასე გამოდის ამ შემადგენლობაში, ანუ 4 ოქტომბერს მიხვალთ აქციაზე ჩვენი წევრები და მხარდამჭერები და ასე ვთქვათ, მათ შორის მეც მივა ადამიანები, ამაზე რა თქმა უნდა, კითხვის ნიშანი არის მე ვარო დღე, რომელიც არის ასე ვთქვათ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოვლინება აი ამ საპროტესტო მოძრაობის, აი ამ რაღაცა წინააღმდეგობის, რომელშიც არის ქართული საზოგადოება ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, არც განიხილება რომ არ მივა ადამიანები ამ დღეს აქციაზე და რა თქმა უნდა, ისევე როგორც წინა დღეებში და რა ვიცი, თუ საჭირო იქნება შემდეგ დღეებში და შემდეგ კვირეებში ამ აქციებზე ჩვენ ვიქნებით. რაც შეეხება უშუალოდ ორგანიზებაში ჩართულობას, ჩვენი კოალიცია ამის ორგანიზებაში ჩართული არ არის და თქვენ იცით რომ ამას ყავს თავის ორგანიზატორები, პაატა ბურჭულაძის და მათ შორის ნაციონალური მოძრაობის ჩათვლით საზოგადოების ინიციატივა. ნაციონალური მოძრაობა, მე როგორც ნაციონალური მოძრაობა კი არ ვარ. მე როგორც ამ ქვეყნის შვილი ვარ, ჩემ შვილებთან ერთად ამ პროცესში. ყველა ამ ქვეყნის შვილები ვართ, რა თქმა უნდა და ანუ ნახე, არა დემოკრატია ქვეყანაში გაუქმდა და დემოკრატია ქვეყანაში უნდა აღვადგინოთ. ჩვენ არავის ვეპატიჟებით სასეირნოთ, ჩვენ ვაპირებთ ყველას დაუძახოთ. კი ბატონო, დავასრულებინოთ დავითს და დაგემშვიდობოთ. 4-ში რა თქმა უნდა იქნება ხალხმრავალი აქცია, რა თქმა უნდა 4-ში ამ აქციას შეუერთდებიან როგორც ჩვენი მხარდამჭერები, აგრეთვე წევრები, სურვილისამებრ და არანაირი ის არ არის რომ თქოთ ამ დღეს აი გახარიას პარტიამ გააკეთა განცხადება რომ არ გავართ ქუჩაშიო და ეხა ეგ აბსოლუტურად გაუგებარი არის. ისევე როგორც ლელოს პოზიცია არის გაუგებარი, რომ დილას არჩევნებზე მივალთ და საღამოს იმაში შევალთ, აქციაზე გავალთ, თუ ეგეც აბსოლუტურად გაუგებარია, იმიტომ რომ დილით თუ არჩევნებით ამარცხებენ რეჟიმს რევოლუციით როგორ ამარცხებენ იმავე რეჟიმს, ცოტა გაუგებარი არის. ჩვენი პოზიცია არის მწყობრი და გასაგები, რომ ვართ ერთგული აი ამ განგრძობადი პროტესტის, რომელიც დღემდე ხდება. ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს, როგორც ითქვა. დიდი მადლობა, დავის, დიდი მადლობა ლაშას, უნდა დაგემშვიდობოთ. ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი სტუმარი.